ოლიგარქის კანონები ხალხის წინააღმდეგ არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრება სისხლის სამართლის წესი დასჯადი ხდება. საუბარია 3 წლამდე სასჯელზე. 6 წლამდე ციხეა გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც უცხოეთიდან თანხას მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღებს და მას რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენებს. მიღებული კანონი ითვალისწინებს სანქციებს ბიზნესისთვისაც, ვინც პოლიტიკურ აქტივობებში ჩაერთვება. პირველ ჯერზე 20,000 ლარიანი ჯარიმა იქნება. განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია ციხე და ბიზნესის ლიკვიდაციაც კი. ნატალი ჯახუტაშვილი უერთდება ფორმულას ეთერს დეტალებით. სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ კანონ პროექტს უკვე კანონის სახე მიეცა სულ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების დეპუტატებმა ოცნების პარლამენტში მესამე მოსმენით ერთხმა დაუჭირეს მხარი ამ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კანონის სახელით გააგრძელებს რეპრესიებს მოქალაქეებზე. ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერები არის გაკეთებული ამ დოკუმენტში და გრანტად შესაძლოა ჩაითვალოს ნებისმიერი პირის მხრიდან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის გადარიცხული, როგორც ფულადი თანხა, ასევე ნებისმიერი ნატურალური ფორმით გაცემული სახსრები. მეორე მხრივ კი პოლიტიკურ საქმიანობად ქართულ ოცნებას შეიძლება რომ შერაცხოს ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა და მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციონირების გამო მოქალაქეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს იმისა, რომ მის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ამ კანონ პროექტში პირდაპირ წერია, რომ 6 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება ნებისმიერ პირს, ვინც პოლიტიკურ საქმიანობაში არის ჩართული ან ჩათვლის, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე მან მიიღო გრანტი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ტოტალური კონტროლის მცდელობა აქვს ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აბსოლუტურად ყველაზე და ოცნება ყველანაირად ცდილობს, რომ ჩაახშოს თავისუფალი ხმა და შეაშინოს მოქალაქეები. ჩვენ ოცნების დეპუტატებს ვკითხეთ, თუ რას ემსახურება ეს კანონ პროექტი და რატომ ცდილობენ ისინი განსხვავებული აზრის მოსპობას, რატომ არის ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერები გაკეთებული ამ კანონ პროექტში, თუმცა ამ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ. ისინი ირწმუნებიან, რომ კრიტიკული აზრის გამო დღეს ქვეყანაში არავინ ისჯება ეს იმ ფონზე, როდესაც გისოსებს მიღმა 100-ზე მეტი ახალგაზრდა ყავს გამომწყდეული მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ლოიალურად არ არიან განწყობილი რეჟიმის მიმართ და ასევე ერთი საყურადღებო პუნქტი არის ამ კანონ პროექტში. ამ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ლეგიტიმაციას არ ანიჭებს ქართულ ოცნებას და ვინც არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა ამ ნაწილზეც თავის მართლების რეჟიმში არიან დეპუტატები, ოცნების დეპუტატების ნაწილი კი კითხვებს საერთოდ გაექცა და იძალიან მარტივ კითხვაზე, მაგალითად საერთოდ აქ თუ არა წაკითხული ეს კანონ პროექტი, ამ კითხვაზეც დეპუტატების ნაწილმა ვერ გვიპასუხა. მარტივი კითხვა მაქვს, წაკითხული გაქვთ თუ არა გრანტების შესახებ კანონ. რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? თავისუფალი ხმის ჩახშობას რატომ ცდილობს ქართული ოცნება? საკითხებთან ჩაწერას იმედია გასაგებად თქვი და იმედია ალბათ. და მიზეზი რა არის მაშინ ეს მითხარი? მიზეზი რა არის, რატომ არ გვეწერებით ცალკე? ყველას ეწერებით ჩვენს გარდა და მიზეზი მითხარით გეშინიათ კრიტიკული კითხვები. საზოგადოებას განუმარტეთ გრანტების შესახებ კანონ პროექტი რას ნიშნავს და რას ემსახურება, რატომ იღებთ მორიგ რეპრესიულ კანონს? ხომ ხარს უჭერთ ამ კანონ პროექტის მიღებას და პოზიცია არ გაქვთ? საერთოდ თუ გაეცანით ესეც მაინტერესებს. სუვერენიტეტის გამტკიცებას ემსახურება, მათ შორის ეს კანონიც. და კიდე ძალიან ბევრი სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი არ არის. რატომ არ გინდათ ისევ ცვლად საუბარი ამ თემაზე? არ გაქვთ არგუმენტები? სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი არ არის ეს კანონ პროექტი გრანტების შესახებ. შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება საქართველოში არ იზღუდება პირიქით. ტოტალურ კონტროლს ამყარებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი. ეს არის სახელმწიფომ უნდა იცოდეს
რა ფული შემოდის ქვეყანაში და რა საქმეს ხმარდება. მხოლოდ ფულზე ხომ არ არის ბატონო შოთა. პოლიტიკურ საქმიანობა ჩაითვლება ნებისმიერი აქტივობა და პირდაპირ წერია ეს კანონპროექტში. თქვენ თუ გაქვთ ისე წაკითხული ეს კანონპროექტი? ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო რომ შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს ადამიანი. კრიტიკული აზრის გამო ციხეში არავის გარაუშვება. ასე მეტი ადამიანი უკვე ყავს გისოსებს მიღმა კრიტიკული პოზიციონირების პოზიციის დაფიქსირების გამო საქართველოს არავინ არ იშება და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი და ხელწერა. პოზიციის ასე მეტი პოლიტპატიმარი როდესაც ყავს ქვეყანაში თქვენ სიტყვის თავისუფლებაზე როგორ საუბრობთ, როდესაც პირიქით უფრო მეტად და მეტად რეპრესიულ კანონებს იღებთ, რითიც ზღუდავთ თავისუფალ სიტყვებს. პოზიციის დაფიქსირების გამო ჩვენს ქვეყანაში არავინ არ იშება და პირობას გაძლევთ რომ არც არავინ არ დაიშება. იმ ახალგაზრდებს ეუბნებით ახლა ამას, ვინც ციხეში არის გამომწვდეული უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში კრიტიკული პოზიციონირების გამო. თქვენი ეს პოზიცია არის, ეს გასაგებია რომ თქვენ ხართ თქვა ტელევიზია რომელიც დაინტერესებს. ანდრო ჭიჭინაძე კრიმინალია, სხვა ხელოვანი ადამიანები ახალგაზრდები კრიმინალები არიან, ანუ სამართლიანად ზიან ისინი ციხეში. ძალიან იაფასიანი არის ხა რაც ეს ფაქტებია, მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ მხოლოდ. გრანტების შესახებ კანონპროექტი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ვინც არ იქნება ლოიალური რეჟიმის მიმართ, საფრთხე არსებობს იმისა, რომ საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის გამო საქართველოში არავინ არ ისჯება და ჩვენი მმართველობის დროებში არც არასდროს არ დაიშება. ეს არის ქართული ოცნების ხელწერა და ეს არის ჩვენი მონაპოვარი. და ამ ყველაფერს თქვენ ეუბნებით აზე მეტ იმ ახალგაზრდას, რომელიც სრულიად უკანონო ძის ციხეში. მადლობა დიდი ბატონო თორნიკე. რაც შეეხება ახალგაზრდას, მე მგონია რომ გაგეცეთ პასუხი ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მოქალაქეები არ შეუშინდებიან რეჟიმს, მათ არ შეეშინდებათ ამ ახალი ცვლილებების, ვინაიდან აქამდეც არაერთი რეპრესიული კანონპროექტი დაუმტკიცებია ქართულ ოცნებას, მათ შორის ბოლო ცვლილებებით საერთოდ ტროტუარზე დგომა გახდა დასჯადი, თუმცა ოპოზიციის განცხადებით გამოჩნდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მაინც განაგრძობენ საკუთარი კრიტიკული აზრის დაფიქსირებას ქართული ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას, ამაზე რეჟიმის ოპონენტები ამბობენ, რომ ძალიან ცხადი გახდა ამ ჩანაწერით, რომ რეალურად ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად აწუხებს ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ამ კანონის ამოცანა არის ნებისმიერი განსხვავებული კრიტიკული აზრის ჩახშობა, ნებისმიერი ადამიანის გაჩუმება, ვინც არ ეთანხმება ამ ქვეყნის გარუსებას. რა რეჟიმი არის, რომელიც კანონებს იღებს იმისთვის, რომ დასაჯოს ადამიანები, ვინც მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ეს არის რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმურობა. მიკვირს, რომ ამ დრომდე ივანიშვილი ვერ მიხვდა, რომ ამგვარი კანონებად წოდებული უკანონობით რეალურად ვერავის აშინებს ამ ქვეყანაში. ეს კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ ოცნების პარლამენტში ძალაში, მას შემდეგ შევა, რაც ფორმალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოაწერს ხელს დოკუმენტს. ცხადია, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყაველაშვილი იმოქმედებს ისე, როგორც მას დაუკვეთავს ქართული ოცნება. შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით საყოველთაო ცენზურის შემოღება სურს ქართულ ოცნებას და უკვე ნებისმიერ მოქალაქეს მხოლოდ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო საფრთხე ემუქრება იმისა, რომ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. მადლობა ნატალი ჯახუტაშვილს.